მოგესალმებით მეგობრებო, მაკეთებელში მორიგი საქმიანი ამბავი დაიგეგმა. დღეს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია Redliners ვეწვევით, იმისთვის რომ გავიგოთ რა ამბები ხდება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ განსაკუთრებით გამოგადგებათ დასაქმებულებს, რადგან დღეს შევეცდები შევეხო თითქმის ყველა სფეროს, სადაც უამრავი ადამიანი არის დასაქმებული და გაიგებთ რეალურად რა უნდა მოითხოვოთ დამსაქმებლისგან, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ გარემოში უნდა იმუშაოთ რეალურად იმისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. გამომყევით ერთად და გავიგოთ ეს ყველაფერი Redlinerთან ერთად. და სანამ უშუალოდ ჩვენ Redlinerთან აღმოჩნდებით, თქოთ გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ ვიდეო და დაატოვეთ კომენტარი თუ რომელი სფეროს წარმომადგენელთან იზრუნებით ახალ ეპიზოდს. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, დღეს ვართ შრომის უსაფრთხოების კომპანია Redliners-ში და დღეს ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემაზე, რადგან ეს თემა მნიშვნელოვანია დასაქმებულისთვისაც და დამსაქმებლებისთვისაც. მოგესალმებით იკო. მადლობა პირველ რიგში დრო დამითმე და ამ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ მოკლედ. მადლობა ინტერესისთვის. მოკლედ, ჩემი ფორმატი ალბათ პირველი ვიდეო ნახე და ესე იწყება ხოლმე, რომ როდესაც მედიხარ კომპანიის წარმომადგენელთან, როგორც ეცნობი, ისე გაგვეცანი. გამარჯობა, მე ვარ თიკო ბარაბაძე, კომპანია Redliners დირექტორი. შვენიერი, საცინო. შვენიერი. მოკლედ, ესე მოკლედ და კონკრეტულად. ხო, მოკლედ და კონკრეტული პასუხები სჭირდება ხოლმე ბიზნეს ზოგადად. თიკო, მოდი ცოტა უკან დავუბრუნდეთ და სანამ უშუალოდ შრომის უსაფრთხოების ნიუანსებზე ვისაუბრეთ, პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელმა გაგიცნოს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს C-level-ში, ესე რომ ვთქვათ, რაც მოგიყოლია ჩემს. მაინტერესებს ჩემი კარიერა საიდან დაიწყო, ანუ მაგალითად ქართულ ბიზნესებთან ვისთან ქონია მაგალითად თანამშრომლობის გამოცდილება და ასე შემდეგ 2000 თვით რომ მოგვიყვია. კი ბატონო, საქართველოში მე მგონი უმჯობესია რომ თქვა კოვიდის შემდეგ, საქართველოს დაბრუნების შემდეგ, ჩემთვის Redliners არის მეორე დამსაქმებელი. პირველ თავიდან როცა ჩამოვიდა დაუბრუნდი საქართველოში, დაახლოებით 2 წელი ვიმუშავრე კლინიკა კანში, აღმოსავლეთის მენეჯერის პოზიციაზე და შემდეგ უკვე გადმოვედი Redliners-ში და მე 4 წელი დაიწყო რაც უკვე ამ კომპანიაში ვარ და ჯერჯერობით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. პირიქით აქტიური განვითარების ეტაპზე ვართ და დაახლოებით 2 წელი გახდება მალე რაც ამ პოზიციაზე ვარ და ნუ ეხლა იცი შენც რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვითარების და გაყიდვების მიმართულებით, ბევრი გეგმები გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი აუდიტორია გვიცნობს, კიდევ უფრო გავაფართოვებთ ეს თქვა ჩვენი ცნობადობის არეალს და უფრო მეტი ბიზნესი დაინტერესდება ჩვენი მომსახურებით. კი ბატონო, კი ეს განვითარების ეტაპებამდეც მივალთ, მაგრამ მოდი ესეთ კითხვას დაგისვამ. როდესაც შრომის უსაფრთხოების სფეროში მოდიოდი, მაინტერესებს რა მოლოდინები გქონდა, ანუ რა თქმა უნდა მესმის რომ ეხა იმ კლინიკიდან გამომდინარე შეიძლება შეხება გქონოდა ამ სფეროსთან დაკავშირებით, მაგრამ უშუალოდ როცა ამაში ერთვები და ხარ წარმომადგენელი და ასე შემდეგ, საერთოდ სხვა სურათია ხოლმე. და მაინტერესებს რა მოლოდინები გქონდა და რა რეალობა დაგხვდა უშუალოდ ბიზნესის მიმართულებით. შეხება გქონდა, ბუნებრივია კლინიკაში გქონდა შრომის უსაფრთხოების სისტემა და ნერგილი და კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობდით. მოლოდინი რაც მქონდა იყო ის, რომ უფრო გათვითცნობიერებული იქნებოდა ბიზნესი ამ ყველაფერში. მე კომპანიაში მოვედი 2022 წელს და დღევანდელ დღესთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები საერთოდ ცნობიერება ამ მიმართულებით უფრო ნაკლები იყო ბიზნეს სექტორში. ბევრად უფრო ნაკლებ კომპანიაში იყო დანერგილი, ზოგადად საჭიროებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ინსპექციაც უფრო ნაკლები ინტენსივობით ინსპექტირებდა ობიექტებს, შესაბამისად ნაკლებად წუხდებოდა ბიზნესი ამ მიმართულებით და ყველაფერი შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა ნელ-ნელა ამ პერიოდის განმავლობაში ინსპექციის აქტიურობის მეშვეობით
სხვადასხვა ჩვენი კოლეგა კომპანიების საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით ჩვენი ჩართულობით მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით ჩვენც ვიყავით საკმაოდ ამაღლდა ცნობიერება ბიზნესში ამ მიმართულებით. როგორც თავში ვთქვი, იმედგაცრუება პირველი ეს იყო, რომ მე მეგონა, რომ იმდენად საჭირო იყო ეს თემა ყველა ბიზნესისთვის, რომ ამ პროდუქტის გაყიდვა პრობლემა არ იქნებოდა და ყველასთვის საინტერესო და სასურველი იქნებოდა, თუმცა აბსოლუტურად სხვა რეალობა დამხვდა პირიქით. არავის არ უნდა და ყველაზე არაპოპულარული პროდუქტი გასაყიდად მე მგონი დღემდე მაინც რომ უსაფრთხოება რჩება. თუმცა იმედი გვაქვს ჩვენც საკმაოდ უკვე მით უმეტეს ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიური კამპანიები დავიწყეთ ცნობიერების ამაღლების და შედეგებს ველოდებით ამ მიმართულებით უფრო კარგს რა. ძალიან საინტერესო პასუხი გამეცი. ეხლა მინდა შედარება გავაკეთოთ ესეთი რომ კლინიკაში რადგან მენეჯმენტში იყავი და აქაც მენეჯმენტში ხარ, რა სხვაობა იყო, ანუ მართვის წერტილში მაინტერესებს. იქ რაღაც სისტემა არსებობს და აქ ცოტა კი არა საკმაოდ განსხვავებული სისტემაა, იმიტომ რომ საველე საქმიანობები არის ძირითადად. და მაინტერესებს აი რა გამოწვევები არის მაგალითად თუნდაც იმ კლინიკის მიმართულებით და ამ მიმართულებით, ანუ სად უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს პირობითად. ეგ ესეთი კითხვაა რა, უცნაური ჩემთვის, იმიტომ რომ მე ერთი ცუდი თვისება მაქვს, რომ რომელ კომპანია, ანუ სადაც ვარ, რა სფეროშიც ვარ, იმ სფეროში ვარ ბოლომდე. როდესაც კლინიკაში დავასრულე ჩემი საქმიანობა და ვეძებდი ეს ვთქვათ ახალ შესაძლებლობებს, პირველი შეთავაზება მქონდა ასევე კლინიკისგან, სადაც იყო სიახლეები ქართულ მედიცინაში საკმაოდ ბევრი, იყო სრულიად ახალი კლინიკა, იმ წელს დაიწყო დაარსება და დღეს უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. ჩემთვის იყო ძალიან მარტივი იქ გადასვლა და დაწყება ეს ვთქვათ საქმიანობის, თუმცა პარალელურ რეჟიმში ვიყავი გასაუბრებაზე ეხლა უკვე ჩვენი კომპანიის დამფუძნებლებთან და არჩევანის წინაშე რომ დავდექი, რამდენიმე დღე იმ კლინიკაში ვიყავი, მისული უბრალოდ სატესტოდ რომ მინახა, შევთანხმდით რომ ჯერ უნდა შემიხედა სიტუაციისთვის. შემდეგ დავითისგან რომ მივიღე თანხმობა, რომ მოეწონა ჩემი კანდიდატურა, რაღაც გასაუბრები გავიარე რაღაცები. გარჩევანის წინაშე რომ დავდექი, გადავწყვიტე რომ ის სადაც კომფორტულად ვიყავი და ჩემი კომფორტის ზონა რაც იყო, იქ აღარ მინდოდა და წავსულიყავი ახალ სფეროში, ახალ გამოწვევებთან. თან იმ პერიოდში კომპანიაში ბევრი რამე იყო გასაკეთებელი, რაღაცები მოსაყვანი იყო, სისტემურობა ჭირდებოდა რაღაცებს და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც არჩევანი გავაკეთე Redliner's-ზე და არა ისევ კლინიკის მართვაზე, ესე ვთქვათ რა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მოგვიწია მუშაობა, ადმინისტრაციული კუთხით, საოპერაციო კუთხით, ეხლა უკვე გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდით და ერთი ის რომ ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება და კარგი გამოცდილება იყო და ვცდილობ რომ ეს გამოცდილება ჩემთვის მეტად შევუქმნა, იმიტომ რომ არის ერთი თემა რომ ვინ ამოტივირებს ტოპ მენეჯმენტს და ჩვენი თავი ჩვენთან გვამოტივირებს და ჩვენთავს ვუძებნით მუდმივად ახალ საქმეებს ჩემი აზრით. შესაბამისად, ეხლა ამ გადმოსახედიდან მგონია რომ ეხლა იქ ვარ სადაც ვიყო და მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე. ზუსტად ამიტომ რა საერთო ჯამში გარდა იმისა რომ ბიზნესია და ჭირდებათ და რაღაცა ვალდებულება არის, მგონია რომ ძალიან კეთილშობილურ საქმეს აკეთებენ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებენ ობიექტებს და საბოლოო ჯამში მაინც ადამიანის სიცოცხლესთან მივიდივართ და სიცოცხლის გადარჩენასთან მივიდივართ. ფინალი და მთავარი мотиваცია ამ სფეროს არსებობის ეს არის, რომ დავიცვათ ადამიანები. ამას გავაკეთებთ უშუალოდ მათი დაცვით თუ ბიზნესის დაცვით და შემდეგ რაღაცა ირიბად მათ სიცოცხლეს ვიცავთ, საბოლოო ჯამში მაინც კეთილშობილურ საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ ხო, ძალიან საინტერესო რაღაც გაგვიზიარე ახლა, რომ ანუ როცა არჩევანის წინაშე დადექი, არჩევანი გააკეთე არა რუტინაზე, არამედ სიახლეზე, რაღაც გამოწვევები გიყვარს და თან მუშაობის პროცესში ვხედავ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ სისულელეს მოვიფიქრებ და მე შენ ფიქრობ ეს სისულელე როგორ მოიყვანო მსხვერპლში და რეალობად როგორ აქციო. ხო, ყველაზე ნაკლებად დავაკვირდი მაგ სახელს, მაგრამ კი ბატონო. კარგი, მოდი მაშინ უშუალოდ შრომის უსაფრთხოების ნიუანსებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რადგან შენ უკვე საუბარშიც ახსენე, რომ მაინც ცნობადობის გაზრდა არის საჭირო. კი ბატონო. აი მაგალითად მე როგორც დასაქმებულს ფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა მინდოდეს შრომის უსაფრთხოების ნიუანსების ცოდნა, ვიდრე ვინც მას საქმებს. აი მაგალითად შენ როგორც ამ სფეროს ესე ვთქვათ, კარგად გამოცდილი ადამიანი, რა რჩევას მიცემდი
დაქირავებულ თანამშრომლებს, რომ რას უნდა მიაქციოს მაგალითად თუნდაც საოფისე მუშაობის პროცესებში. მესმის, რომ სამშენებლო სექტორი კიდევ უფრო გამომწვევებით სავსე არის და ასე შემდეგ და ყურადღება კიდევ უფრო მეტად ექცევა ამ ყველაფერს, წარმოებასაც და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს ბიზნეს ცენტრები პირობითად და ისეთი საოფისე საქმიანობები, სადაც თვლიან მეც ახლა ამ პერიოდში რაც თქვენთან ჩავერთე, ხდება ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ აი მე ოფისი მაქვს და თანამშრომელი როგორ შეიძლება დაზიანდეს ან ასე შემდეგ. მოდი აი როგორც დასაქმებულს ამიხსენი, რას უნდა მივაქციო მე ყურადღება, რომელმაც არ ვიცი შრომის უსაფრთხოების ამბები საერთოდ. კი ბატონო. პირველ რიგში დასაქმებული მე ზოგადად როცა ვიგებ ხოლმე რა ჩემი ახლობელი მეგობარი სადმე მივიდა რომ დაიწყო ახალი სამსახური და ყველას ბუნებრივია პირველი რაც აქვს ხოლმე რომ მიგზავნიან ხელშეკრულებას თუ აქვთ ძირითად შემთხვევაში არ აქვთ ხელშეკრულება მაგრამ თუ აქვთ პირველი რომ გადახედია ბა რამეს ისეც ხო არ აკეთებენ და მე მგონი ეს არის პირველი ინდიკატორი რაც ყველა კომპანიას სამუშაოს იწყებ და სადმე მიდიხარ პირველ რიგში აუცილებლად პირველი ეტაპი არის რომ აუცილებლად მოითხოვოს შენი ხელშეკრულება შრომის განაწესი, შენი განაწესი, რა წესები აქვს კომპანიას, შენ რა წესები უნდა იმოქმედო და შენი უშუალოდ აღწერა შენი საქმიანობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარისთვის. ერთი ის, რომ შენ იცავ თავს ზედმეტი საქმისგან და მეორე ის, რომ დამსაქმებელს აქვს ბერკეტი, რომ შენ მოგთხოვოს შენი საქმის სრულყოფილად შესრულება. ანუ როგორ ვთქვა, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი ამას მის თავის დასაცავად აკეთებს წესით და რიგით ის ვისაც თქვათ მოწესრიგებული აქვს შრომის უსაფრთხოება ან HR ყავს ძლიერი ან უბრალოდ თვითონ აქვს ამის განათლება და პასუხისმგებლობა რომ თანამშრომელს პირველ რიგში ხელშეკრულება მისცეს, job description-ი მისცეს და შინაგან განაწესნი მისცეს. ამით იცავს ის თავის თავს და იცავს თავის კომპანიას და თავის საქმიანობას. ყველანი შევთანხმდეთ იმაზე რომ მეტნაკლებად მიდრეკილი ვარ საქმის შემსუბუქებისკენ. შესაბამისად რაღაცეები ბუნებრივია მუდმივად მოტივირებულ მდგომარეობაში ვერ ვართ. არის მომენტი როცა მეტად შეგვიძლია მუშაობა, არის როცა ნაკლებად, ამიტომ ეს ყველაფერი იცავს ორივე მხარეს ვალდებულებების და პასუხისმგებლობის შესრულებას და გაზიარებაში. პირველი არის ეს ხელშეკრულების მოთხოვნა. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება არ გვაქვს და დასაქმებული თავს იძრეს იმით, რომ აი ერთი თუ შემიძლია მე შენთან მქონდეს სიტყვიერი თქვა მოლაპარაკება და ერთის განმავლობაში შემიძლია არ გაგიფორმო წერილობით ხელშეკრულება, დადგება ოდესმე ერთი თვე და აუცილებლად გადახედვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თუ არ ვიცი, ბუნებრივია უпроსტად ის, რომ ყველას იურიდიული განათლება არ აქვს და შეიძლება შრომის კოდექსში ჩახედული არ იყოს, თუმცა კომპანიას ძირითად შემთხვევაში ყავთ ხოლმე HR-ები, აუცილებლად გამოიყენოს დამსაქმებელმა ეს რესურსი და მინიმუმ პირობები შვებულების შესახებ, ანაზღაურების შესახებ, შესვენების საათების შესახებ, დეკრეტული შვებულების შესახებ გამოკითხოს წინასწარ. აი, ბოდიში გაწყვეტინებ, აქ ჩაგეკითხე. მე მქონია მაგალითად შეხება, რა თქმა უნდა, მე არ ვარ იურისტი, მაგრამ წამიკითხოს ხელშეკრულება, სადაც საერთოდ არ წერია არც შვებულებაზე, არც შესვენებაზე, მაგალითად ბიულეტინზეც კი არ შემოხვედრია რაღაცა ტიპის ინფორმაცია და აი ასეთ კომპანიებს მაგალითად როგორ რჩევას მისცემდი სანამ აზრს გააგრძელებ, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბიზნესები მეუბნებიან, რომ აი ხელშეკრულება არის და უბრალოდ არავინ არ მაბოწებს მაგალითად რა იდეაში სათქმელი ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სიტყვებით არ მეუბნებიან და რას ფიქრობ ამ ნიუანსზე? ხო, ეს არის თაღლითობა. თაღლითობა. პირდაპირ, იმიტომ რომ თან თაღლითობა თან უაზრობა. ოკეი. იმიტომ რომ თუ კი საქმეზე მიდგება და სამართლებრივი დავა დაიწყება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, სამართლებრივ დავამდეც რო არ მივიდეთ ინსპექცია, თუ კი ინსპექციამ თუ კი მივიდა ეს საქმე, თქვა ან დასაქმებულმა იჩივლა, ან უბრალოდ რამე მოხდა და შემოვიდა და შეამოწმა ხო უფლებრივ ნაწილში და გადახედა ხელშეკრულება, უბრალოდ ხელშეკრულება ბათილია. ამას აზრი არ აქვს. ეს არის უბრალოდ გაუთვითცნობიერებელი დასაქმებულისთვის, რომელმაც არ იცის მისი უფლებები და არც გაუგია და არც გარშემო არ ყავს არავინ, ვინც ეტყვის, რომ მე შემხედრია ხე უნდა გადახვევა გავაკეთო სამედიცინო სფეროში, არა ჩემს კლინიკაში, სადაც მუშაობდი. ეხლა უკვე ბოლო პერიოდში ძალიან გამიკვირდა ძალიან დიდი კლინიკის და საკმაოდ ისეთი პრესტიჟული და ცნობილი კლინიკის თანამშრომლები, მაგალითად ექიმებს გონიათ, რომ შვებულება არ ეკუთვნით. ხო. ან შვებულობის დროს ანაზღაურება არ ეკუთვნით. თქვათ 2 კვირა რო არიან შვებულებაში, ის 2 კვირა ანაზღაურებადი არ არის. ძალიან გამიკვირდა, აღარ მეგონა თუ 2025 წელს ამ სიტყვას მოვისმენდი, თუმცა მოვისმინე. და ხო, ამ შემთხვევაში ისევ შავის უნდა თქვა, არა კორპორატიული სიტყვა, მაგრამ გაზდით
ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ რომ ესე იყოს, თუმცა ნელ-ნელა უფრო და უფრო გათვითცნობიერებული ხდება LinkedIn-ის დახმარებით, სხვადასხვა YouTube-ზე არის ეხლა არხი ნელა ძლიერდება შრომის საფრთხეების მიმართულებით და ისინიც მგონია რომ თავის სათქმელს სიტყვასიტყვიან ამ მიმართულებით, ამიტომ ის რომ მინიმუმ შვებულება ადამიანს წელიწადში 24 სამუშაო დღე ეკუთვნის, ასე თუ ისე იციან. თუმცა ვინც არ იცის, მაგისთვის ვართ ჩვენ რომ ეს ყველაფერი გავაგებინოთ, ხო? ამიტომ აზრი არა აქვს, კიდევ ერთხელ ამბობ, ბიზნესისთვის ამ ჯერ რეპუტაციულად ძალიან დამაზიანებელი არის. ეხლა მე პირადად ეხლა რაც თქვი კლინიკები, როცა გავიკერო თანამშრომლებს ხელფას არ უხდიან შვებულების დროს, ნუ სიმართლე გითხრათ, სრულიც აღარ მაქვს მათი მომსახურება მივიღო, იმიტომ რომ ხო. ეს შეიძლება იყოს ახლა იმიტომ რომ არ იცოდე, მაგრამ როდესაც ბიზნესი იზრდება, არ მგონია რომ უბრალოდ არ იცოდეს ის შვებულებას. არ მჯერა მაგისი, რომ ადამიანმა შექმნა კომპანია, მართავს წლებია, იზრდება, ვითარდება, შესაბამის დეპარტამენტები ყავს, იურისტები ყავს და არ იცის რომ ანაზღაურება როგორ გამოითვლება შვებულების დროს. ხო, ჩვენი ფუნქცია, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში ყოველთვის არის ის, რომ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები საბედნიეროდ ესეთ რაღაცებს არ აკეთებენ და ჩვენს გვაქვს უკვე იმის შესაძლებლობა, მე 6 წელი დაიწყო რაც ბაზარზე ვართ და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენც ავარჩიეთ კომპანიები, ვისთანაც ვითანამშრომლობთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ეს იყოს კეთილსინდისიერი ხალხი, ჩვენი რეპუტაციის გასაცავად და კომფორტისთვის რა. კი ბატონო, მესმის რასაც. ხო ხტები, ანუ რასაც გულისხმობ, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა იმაზე საუბარით თანამშრომელს ხელფასი უნდა გადაუხადოს თუ არ უნდა გადაუხადოს, ამაზე როცა ადამიანს ვესაუბრებით, იმას გავაგებინებთ თანამშრომელს რატომ უნდა უყიდოს ჩაფხუტი. კი ბატონო. ამიტომ ეს ხო, ნუ ძალიან ისეთი მტკივნეული თემა არის, შეგვიძლია ესე შევაფასოთ ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამათი ცნობიერება გაიზარდოს. კარგი, მოდი თანამშრომლების პოზიციიდან ახლა ბიზნესებისკენ წავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ესე ვთქვათ სექტორი, რასაც არ მოვიცავთ და საბედნიეროდ Redliner საქართველოს მასშტაბით უწევს კომპანიებს მომსახურებას. და მაინტერესებს აი ყველაზე მოწყვლადი წყარო, ანუ სფერო, რომელიც ყველაზე ხშირად ითხოვს ამ მომსახურებას რომელია? რა გამოწვევები ხდება ხოლმე მაგალითად, როდესაც კომპანიაში შედიხარ, მესმის რომ იმას უნდა შრომის უსაფრთხოების მომსახურება, მაგრამ მაგალითად რა წარმოუდგენია პირობითად, რას უნდა აკეთებდეს პირობითად Redliner-ი, როცა შედის. სანამ აუხსნი ამ ყველაფერს. საინტერესო კითხვა და ალბათ ყველა ყველა საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი თუ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მე თანხმობ ამაში, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არის ის, რომ მგონიათ, რომ просто შრომის უსაფრთხოების კომპანიასთან და სპეციალისტთან ხელშეკრულებას გააფორმებენ, დამთავრდა იქ, ყველაფერი მორჩა და ყველა ჯარიმისგან დაცულები არიან და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არ ვიცი ეს ჩვენი ბრალია თუ ზოგადად ჯერ კიდე ამ მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია, შრომის უსაფრთხოების სისტემა არ არის ცალმხრივი დასანერგი, ამაში სამივე მხარე ჩართული არის, როგორც ჩვენ, ანუ სპეციალისტები, ჩემს გუნდის წევრები, დამსაქმებელი, დამქირავებელი, ვინც ყავს ჩვენი კონტრაქტორ მენეჯმენტი და უშუალოდ დასაქმებულები. პრობლემები გვაქვს ხოლმე ორივე ნაწილში, ან საერთოდ არ გვაქვს ეგეთი კომპანიების ყავს საბედნიეროდ, სადაც სრული ჰარმონია არის, ყველა მიცის თავის საქმე და ყველაფერი კარგად არის. თუმცა ძირითად შემთხვევაში ხა შენ რაც თქვი, ყველაზე აქტიურად ბუნებრივია ვჭირდებით და გვითხოვენ სამშენებლო ობიექტები და ზოგადად ეს მიმართულება მძიმე და მავნე. სადაც ჩვენი ჩართულობა უფრო აქტიურად არის საჭირო ერთი და საჭიროებაც ბუნებრივია მეტია და შემთხვევებიც მეტია და ასე შემდეგ. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაგიკვირდება და ბევრწლიანი გამოცდილების თანამშრომლობა. ადამიანი, რომელიც 25 წელია, 30 წელია საქმეს აკეთებს ესე, როცა ჩემი სპეციალისტი ახალგაზრდა, რა ვიცი, 25-30 წლის ბიჭი მიდის და ეუბნება, რომ შენ ესე ამას არ უნდა აკეთებდე, იმიტომ რომ ეს უსაფრთხო არ არის და გეუბნება მთელ რიგ წესებს ეს როგორ უნდა გააკეთოს უსაფრთხოდ და ეს არის აბსოლუტურად მოუხერხებელი, თავის ტკივილი, ჩაფხუტი, ფეხსაცმელი, რომელიც ზაფხულში ცხელა, ну, აი, მთელი ამბები, არაფერი არ უნდა და არაფერი არ მოსწონთ და ამბობს, რომ მე 25 წელი არაფერი დამმართნია და რაღაცა მაინც თქვენი მოსვლის მერე დამემართება, თავი დამანებით არ მინდა და ну, ასე შემდეგ. არ ვიცი ხა ამას რამდენად აღიარებენ და რა აღიარებენ, მაგრამ ესეა ძირითადად პრაქტიკიდან გამომდინარე საუბარი. როცა ინსტრუქტაჟებს დავსწრები ვართ, როცა ატარებენ ჩვენი სპეციალისტები, მომზადებულები, მთელი ამბებით და აგდებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ
სადღაც მესმის მართლა როცა ამდენი წელი რაღაც აკეთებ და არაფერი არ მომხდარა ძალიან რთულია არც არავინ არაფერს არ გთხოვს და რთულია დაგაჯეროს იმიტომ რომ ეხა აუცილებლად ერთ თვეში რაღაცა დაგემართება საუბედუროდ ეგეთ გამოცდილება გქონია რომ ზუსტად ის ადამიანები ვინც გვეუბნებოდნენ ამ ინსტრუქტაჟების დროს რომ რას ლაპარაკობ აქ არაფერი არ მსგავსი არ მოხდება საუბედუროდ ისინი გამხდარან შემდეგ უკვე სასწრაფოს გამოძახების მიზეზი ობიექტზე და ხო ესეთი ცუდი გამოცდილებები გქონია ერთი არის ეს ნაწილი როცა დასაქმებული არ გვემორჩილება ბრჭყალებში და რთულია მათთან კომუნიკაცია დაჯერება იმის რომ ჭირდებათ ეს ყველაფერი და მეორე არის როცა უშუალოდ კონტრაქტორი ზოგავს თანხებს მაქსიმალურად და ყველა ვიცით რომ ეს რაღაცა მშენებლობების ღირებულება საკმაოდ გაძვირდა და მასალებია შემდეგ მუშახელია ყველაფერი გაძვირებულია შესაბამისად მაქსიმალურად ცდილობენ ეკონომიას და ეს ეკონომია სამწუხაროდ არ ვიცი მოკლედ რა ძირითად შემთხვევაში წყდება ხოლმე შრომის უსაფრთხოების ხარჯებზე ამაშიც დარწმუნებული ვარ თუ კი კომენტარების ველი გაქვს და მოგვისმენთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და წარმომადგენლები დამეთანხმებიან რომ შრომის უსაფრთხოებას ეკეთება ეკონომია რაც საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი უჯდებათ, უფრო ძვირი, ვიდრე შეიძლება რომ რაღაცა კოლექტიური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა იყოს, ან სერტიფიცირებული ხარაჩვევები, ან სერტიფიცირებული, რა ვიცი, სხვადასხვა რა გიქრა. გასაგებია, მესმის ეხლა შენ რასაც ამბობ და მესმის რა გამოწვევებია, იმიტომ რომ გარდა შრომის უსაფრთხოებისა სხვა პროდუქტითაც რომ მქონია მაგალითად მსგავსი ტიპის გამოწვევები ზოგადად სიახლეების მიღება მსგავსი რაღაცების, ანუ რასპეროშიც არ უნდა იყო, ალბათ ყველას აქვს ეს გამოწვევა. მე ახლა მინდა რადგან აი ცოდნაზე და გამოცდილებაზე ვისაუბრე, მინდა ინსტრუქტაჟების ამბავზეც გადავიდეთ. ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი შესაძლებლობა, რომ როდესაც კომპანიებთან ვიწყებთ თანამშრომლობას, რასპეროსაც არ უნდა წარმოადგენდეს, აუცილებლად სწავლება ინსტრუქტაჟს უტარებთ. ხო, კი ბატონო, ესეთი რაღაც მაინტერესებს. მესმის რომ ადრე ესეთი რაღაცებიც ხდებოდა, მაგრამ ანუ უბრალოდ ფორმალურად ხელს რო აწერენ მაგალითად თანამშრომლები რომ გაიარეს ეს ინსტრუქტაჟი უბრალოდ რომ სადღაც აღრიცხავენ ამ ყველაფერს ანუ მე საუბარი მაქვს ისეთ კომპანიებზე რომლებსაც არ ემსახურება მაგალითად ჩვენი მსგავსი კომპანია უბრალოდ ყავს ვიღაცა ფიზიკური პირი რომელიც ფორმალურად ესე ვთქვათ უგვარებს რაღაცებს და როცა საქმეზე მიდგება და რაღაცა უბედური შემთხვევა ხდება არავინ არ იცის პირობითად ცეცხლმაქრი როგორ უნდა გამოიყენოს ან ადამიანს როგორ უნდა დაეხმაროს და ასე შემდეგ მინდა რომ ეს ყველაფერი აგვიხსნა ანუ რატომ უნდა ვიყო მე პირობითად სამშენებლო ესე ვთქვათ მუშა ადამიანი რომელიც მაგალითად კონკრეტულ დავალებას ასრულებს რატომ უნდა გავიარო ეს ინსტრუქტაჟი და რატომ ვარ ვალდებული საკუთარ თავთან და არა ბიზნესთან ეს ყველაფერი რო აგვიხსნა ხო ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნება მომსახურე თქვათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იქნება თუ კომპანია იქნება ფიქტიური ინსტრუქტაჟების პრაქტიკა საქართველოში არსებობს ძალიან აქტიურად ეს იცის ყველა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებად ინსპექციამაც და ასე შემდეგ ინსპექცია თავის მხრივ ამის თავიდან ასაცილებლად როცა შემოდის ობიექტზე პირველი ერთ-ერთი მთავარი ეს საკეთებს არის რომ დასაქმებული გაყავს სადმე მოყუჩებულ ადგილას და მას ესაუბრება. ერთ-ერთი კითხვა არის ინსტრუქტაჟებიდან გამომდინარე, ან ცეცხლმაქრზე, ან პირველად ახლა რაღაცა ინსტრუქტაჟი ის რაც სავალდებულო არის, იქიდან რამე კითხვას დაუსვამს და ძალიან მარტივად ხდება ის ადამიანი ტრენინგზე უბრალოდ იჯდა და ვერაფერი ვერ გაიგო თუ რაღაცა გაიგო. ან საერთოდ ჩაუტარა თუ არ ჩაუტარა. ჩვენ ოქში საბოლოო ჯამში იწერება რომ ვერ იდენტიფიცირდა ამ ადამიანმა რამდენად სწორად გაიარა და საბოლოო ჯამში გამოდის რომ არ არის ჩატარებული ტრენინგი და ან თუ ჩატარდა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ იცის და ეხლა თუ გინდა 5 ჯერ ჩაუტარე თუ ვერ გაიგო ვერაფერი ამას ყველა ვარიანტი ხო ანუ რათა უნდა კეთილსინდისიერად დამსაქმებელმას და კონტრაქტორმას ეს კომპანია იქნება თუ ფიზიკური პირი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რო ვთქვა რა არ აქვს მნიშვნელობა ვინ უდგას უკან თუ დასაქმებულამდე ეს მისთვის გასაგებენაზე ვერ მივიტანე თუ მან ვერ გაიგო ჩათვალე რომ 10 ჯერ უნდა რამე რომ კანონი პირდაპირ გვავალდებულებს დამსაქმებელს პირდაპირ ავალდებულებს რომ დასაქმებულისთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნა შენს სივრცეში არსებული რისკების საფრთხეების შესახებ და უსაფრთხოდ მუშაობის მთელი რიგი საკითხები რაზეც რეალურად ჩვენ ინსტრუქტაჟებს ვატარებთ. ამიტომ ეს ესე ცალსახად ვინმეს არაკეთილსინდისიერების ბრალი არ არის. შეიძლება ადამიანი უბრალოდ ვერ გაიგოს და შენ კარგად იცი რამდენი შემთხვევა გვაქვს ეგეთი რომ ერთი და იგივე 10 ჯერ გამეორება გვიწევს. ბუნებრივია, სპეციფიურია და საჭირო არის. ამიტომ ერთი ის რომ დამსაქმებლის ინტერესია რომ მისი თანამშრომლები
გადამზადებულები იყვნენ ამ მიმართულებით და შრომის უსაფრთხოების ტრეინინგები გავლილი ქონდეთ გაზრებულად, ასე იცოდნენ რა საკეთებენ და რატო აკეთებენ. მათთვის არის ეს თავდაცვის მექანიზმი ერთ-ერთი, რომ თუ კი რამე თქვა უბედური შემთხვევა ან უბრალოდ რამე ტიპის შემთხვევა ხდება, დასაქმებული, დასწრებული იყოს ტრეინინგს, ხელი მოწერილი ქონდეს ინსტრუქტაჟების ჟურნალში და ეს ჟურნალი ინახებოდა შესაბამის ადგილას და ინსპექციას წარუდგინოს და დაუმტკიცოს, რომ მან ჩაატარა რაღაცა პერიოდი ითხოვდნენ ცოტა ხანი ინსპექცია ითხოვდა ვიდეო და ფოტომასალას ინსტრუქტაჟებისას, თუმცა ეხა ამ ბოლო პერიოდში არ შემხვედრია ეს მოთხოვნა, ეს უფრო რაღაცა არაფორმალური მოთხოვნა იყო ხოლმე და მქონდა ამის პრაქტიკა ვაკეთებდი. და რამდენად გონია რომ კარგია ეგ ყველაფერი? იცი რა არის, საბოლოო ჯამში მაინც კანონთან მივდივართ, რომ შენ გავიგე რომ ჩაუტარე ამ ადამიანს ინსტრუქტორში, მაგრამ ვერ გაიგო. და შენი ვალდებულება რომ გააგებინო. თუ იმას 10 ჯერ ჭირდება, 10 ჯერ უნდა უთხრა. ანუ მესმის რომ ზოგის სწრაფად ითვისა, ზოგის ვიღაცას მეტი დრო ჭირდება, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ეხლა ისიც წარმოუდგენელია რომ 200 კაციან კომპანიაში დაჯდა და საერთოდ დაუთხოვოს ყველაფერი აუხსნა, მაგრამ მინიმუმ ის მაინც უნდა უზრუნველყო, რომ შენ როცა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ინსტრუქტორს ატარებს მაქსიმალურად გასაგებენაზე ისაუბროს და ნაკლები კანონმდებლობის ნაკლები და დადგენილებების მთელი ამბებით, რომ იცოდეს სად საუბრობ. ხო, ხე იურისტებს როცა ესაუბრები შეიძლება გაიგოს, მაგრამ რა ვიცი, სამზარეულოს პერსონალს მაგალითად საერთოდ არც აინტერესებს და არც იცის ვერ გააგებინებ ფიზიკურად რა. ამიტომ ეს ცოტა ისეთი რთული თემაა რა, ვერავის ბრალს ვერ დავდებ. შეიძლება ხო, საერთო ჯამში მაინც მივიდივართ იქამდე, რომ ინსპექციაც მაქსიმალურად, ვიტყვი რომ არ არის მოტივირებული რომ დაწეროს ჯარიმები, მაქსიმალურად ცდილობს რომ მეგობრულად შემოვიდეს, თუმცა აქაც არის მნიშვნელოვანი როგორ ვხვდებით. ვინ ხდება, როგორ ესაუბრება, რას ესაუბრება, რამდენად აუმტკიცებ იმას, რომ შენ ვთქვათ, ზრუნავ შრომის უსაფრთხოებაზე, კომპანია ყავს, ანუ ფიზიკური პირი ყავს, რაღაცას აკეთებ, ეხლა თუ ერთეულობა ადამიანმა რამე ვერ გაიგო, ესეთი ამაზე დიდი პრობლემები არ იქნება, თუმცა უმჯობესია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს იმას, იგებს თუ არა თანამშრომელი რაღაცას კი, ეს ძალიან კომპლექსური თემა არის, ეხლა კონკრეტული. უბრალოდ ეხლა ფორმატი რის საშუალებასაც გვაძლევს, ვცდილობ რომ ზოგად იმ მიმართულებით წავიდეთ. მოჭერი მაქსიმალურად. კი, თან მინდა ამ ამბავს დავამატო ის, რომ ჩვენ დავამატეთ ესე ვთქვათ ონლაინ ვებინარები, რომელიც მინდა რომ იცოდეს ბევრმა, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ პროდუქტიულია და ღირებულია, იმიტომ რომ მეც მაგალითად რომ შენ ყოველდღურად მიხსნი რაღაცებს, ჩემთვისაც სიახლეები იყო მაგალითად ის, რაც პირველ ვებინარზე თუნდაც მოვისმინე. შესაბამისად, რა ვიცი, მეგობრებო, თუ ხართ ვინც Redlineris გამომწერი არ ხართ მაგალითად სოციალურ ქსელებში გამოიწერეთ და ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ვებინარს, რომელსაც პრაქტიკაშიც გამოიყენეთ. კი, და ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ საკმაოდ დიდი კომპანიის წარმომადგენლები, სადაც მგონია რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველაფერი იცის, საკმაოდ მაღალი რგოლის მენეჯერები არიან ჩართულები და ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგია და ზოგადად ჩვენ ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ჩვენთანაც არის რომ ერთი რომ რა ვისწავლე, რა ისწავლეს, ვისწავლეთ ახლა მაგალითად მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ჩემ გუნდის წევრებმა რაც ისწავლეს და აიღეს შესაბამისი დიპლომები, სერტიფიკატები, ყველა სხვადასხვა კვალიფიკაცია აქვს. მნიშვნელოვანია რომ მუდმივად იყვნენ სიახლეებაში და მუდმივად რაღაც ახალს ეცნობოდნენ. ჩვენი სფერო არის დაფუძნებული გამოცდილებაზე. ანუ შეიძლება ვიღაცას 2 წლის წინ აქვს აღებული. კი ბატონო. თუნდაც მაგისტრის ხარისხი ამ მიმართულებით და აქვს, თუმცა მას სამუშაო გამოცდილება არ აქვს იმხელა, რომ რაღაცა კონკრეტულ кейსებზე დაყრდნობით იცოდეს რაღაცები როგორ მოაგოროს მარტივად, ხარჯ-ეფექტურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რომ შენ შეიძლება აბსოლუტურად გინდოდეს ის, რომ მიყვებოდეს სრულად საკანონმდებლო მოთხოვნები და ყველაფერი მოწესრიგებული ქონდეს, მაგრამ ბიუჯეტი არ მოყვებოდეს ამაში და ამ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან კომპანიის დანიშნულება ის არის, რომ შენ ეს საფრთხეები და რისკები ისე გაგანაწილებინოს, თუნდაც თქვა კვარტლის ჭრილში ან წლის ჭრილში, რომ იცოდე რა არის სასწრაფო, რა შეიძლება ცოტა ხანი გადავადდეს, რაღაცები ისე გავაკეთეთ, რომ ფინანსურად იყოს უმტკივნეულო ბიზნესისთვის და ხო, ჩვენი ძირითადი დანიშნულებაც ეგ უნდა იყოს, თორე ეხა კომპეტენციაზე და პასუხისმგებლობაზე და შემდეგ მეტნაკლებად ყველა სფეროში არსებული კომპანია, ხო, ვინც ჩემი კოლეგა კომპანიები ვინც არიან ჩვენი, მეტნაკლებად ყველა კოეფიციენტად ოპერირებს ბაზარზე, თუმცა განსხვავებები აქ არის ხოლმე რა. ვის შეუძლია ბიზნესს მეტი სიკეთე მოუტანოს. ოკეი. ეხლა რადგან თანამშრომლებზე გქონდა ზოგადი საუბარი, მოდი ჩვენს თანამშრომლებზეც მინდა, ანუ
ადამიანური რესურსის მოპოვება ამ სფეროსთვის რამდენად რთული არის ამ თემასაც მინდა შევეხოთ, იმიტომ რომ ეხლა ერთი არის რომ მეტეოროლოგიური რაღაცა წავიკითხო და რომელიღაცა ობიექტზე მივიდე და უთხრა რომ ეს და ეს რაღაცა სჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ოფისში წარმოებაში შედიხარ, იქ ცოდნა გჭირდება, რა ვიცი, 1000 რაღაცა არის, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება. და მაინტერესებს რამდენად რთულია, რომ იპოვო პირობითად, მე არ ვიძახი რომ Z-level-ის გამოცდილი ადამიანი, საშუალო რგოლის გამოცდილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ რაღაცა მარტივი პირობითად წარმოება ან რაღაც კონკრეტული ობიექტი ჩაიბაროს. ამ ამბავზეც როგორ საუბრობთ? ძალიან რთულია ჩვენთვის და რატო? არა, იმიტომ რომ ორი ფაქტორია. ერთი ის რომ ესეთი ადამიანები, ვისაც ახლა შენ თქვი, არიან უკვე დასაქმებულები დიდ კომპანიებში, საერთაშორისო კომპანიებში, იმიტომ რომ ვინც იცის უცხო ენა და აი ამ თქვათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ცდილობს რომ დასაქმდეს არაქართულ კომპანიებში, იმიტომ რომ ანაზღაურება აბსოლუტურად სხვა ციფრებში არის. ხო, მესმის რა რიცხვებში, რა ციფრები კი არა, სხვაგან არიან. ჩვენი ტიპის ორგანიზაციებს ამხელა ბუნებრივი ამხელა რესურსი ფინანსური არ აქვს და შესაბამისად ამ ხელფასებს ვერ ვიხდით. ამიტომ აი ამ რაღაცა Z-level-ის კადრებთან ცოტა ისე ვართ. ჯერჯერობით დავა კონკრეტად და შეიძლება ამის საჭიროებაც არ იყოს. თუმცა კომპანიაში მიმდინარედ ჩვენთან არიან მულტიფუნქციური ძირითადად შემთხვევაში თანამშრომლები, არიან ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ მას შემდეგ, რაც თქვათ აიღეს სერტიფიკატი და ჯერ აი არსად არანაირი მხოლოდ ორკვირიან პრაქტიკებს რო გადიან სერტიფიკატის აღებამდე, აი ეს კონდათ გავლილი და მოვიდნენ და ჩვენთან მიიღეს გამოცდილება და დღემდე არიან ჩვენთან და ნუ ის ყველაზე ძვირფასი ნაწილი არის ჩვენი კომპანიის. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე გამოცდილები და ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილებით მოვიდნენ კომპანიაში და უკვე ესე ვთქვათ აზიარებენ ამ ინფორმაციას და ეს ხა რაც წინაზე ვისაუბრე, რომ აი ეს გადაწყვეტილებები ჭკვიანური და ხარჯეფექტური და რაღაცა უფრო კომპლექსური ფიქრის შედეგი ძირითადად ამათგან გამომდინარეობს ხოლმე, იმიტომ რომ მათ აქვთ უფრო ფართო სპექტრი ხედვის, იციან თქვათ საწარმოშიც, რესტორანშიც, სასტუმროშიც, ჰესზეც, სამში ყველგან. ანუ ეს არის უძვირფასესი რესურსი, გარდა იმისა, რა ისწავლო თეორიულად, ეს გამოცდილება როცა მინიმუმ ნამყოფია, სულ არანაირი ეს არ ქონოდა თქვა გადაწყვეტილების მიღების პირი არ იყოს, ეს როცა თვალით ნანახი გაქვს რაღაცა, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს რა. ამიტომ ვიზეს დგას ჩვენი კომპანია არის ძირითადად ეს ორი ერთი ადამიანები, ვინც ნოლიდან ჩვენთან დაიწყეს და გაიზარდა თქვა მათი გამოცდილება და თვალსაჩინო ჩვენთან და ის ადამიანები, ვინც მოვიდნენ ჩვენთან უკვე ცოდნით. და ნუ დღემდე ვთქვათ ერთგულად ყავს. ძალიან მიხარია ის, რომ გადინება საკმაოდ დაბალია ამ მიმართულებით და ძირითად შემთხვევაში საკმაოდ დიდი წლებია რომ ჩვენთან არიან ესეთი თანამშრომლები ყავს და ძალიან ფრთხილად ვუდგებით ახალი თანამშრომლების დამატებას და საბედნიეროდ არ ვიცი როგორ ხერხდება ისე რომ რაღაცა გუნდი რო შეიკრა ყველა ახალი ადამიანი რომ მოდის კომპანიაში რაღაცა ბირთვში თუ არ ჯდება ნელ-ნელა თვითონ ხელიდან გვეცლება მაგრამ ძალიან იშვიათად ცოტა მაგრამ ძირითად შემთხვევაში ესეა ხოლმე რა და ძალიან მიხარია რაც თქვი კომპეტენციასთან დაკავშირებით გამოწვევა ბაზარზე HR-ი რო იყოს ახლა ჩვენთან ერთად ალბათ ის უფრო კარგად იტყოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ძირითადად არის ეს რომ ყველაფერი იქიდან გამომდინარე რომ საჭიროება ხელფასის მატების არის ქვეყანაში და უნდა და ჭირდებათ ადამიანებს რომ კონდეთ მაღალი ხელფასი ფიზიკურად. იშვიათად კი არა და ძირითად შემთხვევაში არ ემთხვევა მათ კომპეტენციას და ითხოვენ მაღალ ხელფასს მაღალ სფეროში მაღალ ხელფასს ისეთი ადამიანები ვისაც გამოცდილება არ აქვს მაღალი გამომდინარე იქნება პასუხისმგებლობა აქვთ ანუ როგორ თქვა სწორად ისე რომ არავინ არ გავანაწყენო ეხლა ვფიქრობ ერთი ის რომ აი ესე დავალაგოთ ჯობია რომ შრომსაფრთხოების სპეციალისტს აქვს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ობიექტზე საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ სისხლის სამართლებრივი რაღაცა პასუხისმგებლობამდეც შესაბამისად მათი როლი რადგან ისეთი მნიშვნელოვანია ბუნებრივია მოთხოვნა და წარმოადგენა იმის რომ უნდა გქონდეთ მაღალი ანაზღაურება აბსოლუტურად რელევანტურია თუმცა შენ დავემოწმები როგორ არ უყვართ მომსახურებაში მაღალი ფასის გადახდა ბიზნესებს ჩვენ ვართ ხო თქო საკომისიო მომსახურებაზე შესაბამისად იქიდან ვიხდით ხელფასებს ამიტომ საკონსულტაციო კომპანიას ხო რა რესურსიც აქვს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ის რესურსი დავაყენოთ მოლოდინები თუნდაც ახალ სპეციალისტებს რომელმაც გაიარეს ტრენინგები ეხლა და აიღეს სერტიფიკატი აქვთ რომ გქონდეთ მაღალი ანაზღაურება
მაგრამ მათი ცოდნა პირველ ეტაპზე არ შეესაბამება იმ თუნდაც მინიმუმსაც კი არ ვთქვათ, რაც წარმოუდგენიათ მინიმალური ხელფასი, ძირითად შემთხვევაში არ ემთხვევა ხოლმე რეალობას. პირველ რიგში კიდევ და კიდევ იქიდან, რომ ჯერ მათ გამოცდილება არ აქვთ და საკონსულტაციო კომპანია ყოველთვის არის ძალიან კარგი ბაზა იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, აი რას ვთქვი, თვალსაჩინო გაიფართოვოს და დიდი გამოცდილება. ოკეი, რამდენად სწორად გავიგე ახლა დამიწუსტე, ანუ მოკლედ ამ სფეროში რო გქონდეს მაღალი განსხვავება, უნდა გქონდეს პრაქტიკული გამოცდილება. თეორიული გამოცდილება შეფასდება რაღაცა X ხირებულებით, მაგრამ როდესაც პრაქტიკაში გაქვს სხვადასხვა სფეროში გამოცდილება, შესაბამისად ჩვენს შემოსავალშიც აისახება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია გარდა თეორიული ცოდნისა და გამოცდილებისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის სერვისის ნაწილი. ხო, რაც ზოგადად გვიჭირს ქვეყანაში. და აი შენც ხარ მოწმე ბოლო პერიოდში, რომ ეხლა მაგალითად დღევანდელი შეხვედრებიდან რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ როგორ ყიდის თავისთავად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, ის არის მომსახურე პერსონალი, უხეშად ვამბობ და გამძღები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ესეა და შენ როცა ბიზნესს ემსახურები, მაქსიმალურად უნდა შეძლო ის, რომ მოირგო მათ კი, ანუ დაგეხმარები აქ, რომ ანუ ნახე ნებისმიერ ადამიანს, ვინც სერვისში არის, მას მოითხოვება ის, რომ მეორე მხარეს ელაპარაკოს იმ ენაზე, რომ ხო, იმიტომ რომ მე არ ვარ ვალდებული ვიცოდე არც შრომის უსაფრთხოების ტერმინები ასე შემდეგ, მე რადგან კომპანიებს ვქირავობ, შენ ვალდებული ხარ რომ მე ამიხსნა ეს ყველაფერი ისე რომ მესმოდეს და თუ არ ამიხსნი, მე მექნება კითხვის ნიშნები და მე ვიფიქრებ რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებ პირობითად და ცვლილებას განვიხილავ ასე რომ ვთქვა. ჩართულობის ნაწილი. მე მქონია შემთხვევა, როცა სპეციალისტი რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, ჩვენ თანამშრომლობთ, ყველაფერი იდეალურად არის, ვერაფერში წუნს ვერ დადებ, ყველა ინსპექტირებას გადასარევად გადის, უბრალოდ მოუთხოვიათ მისი ცვლილება. ანუ ზოგადად საკონსულტაციო სიკეთე ერთ-ერთი ბიზნესთვის ეგაა, რომ შენ თუ სპეციალისტი არ მოგწონს, ნებისმიერ დროს შემიძლია როტაცია და შეგიცვალო მომსახურე. ასე ვთქვათ, თანამშრომელი რა, ეს საკმაოდ დიდი კომფორტია. უბრალოდ მენეჯერის ვინც იყო საკონტაქტო და ჩვენი თანამშრომლის ტემპერამენტი ერთმანეთს არ დაემთხვა. ეს სხვა რიტმში იყო, ის სხვა რიტმში იყო. იმას რაღაცები უფრო სწრაფად უნდა ამას არსად არ ეჩქარებოდა, იმიტომ რომ დაბალი რისკის სექტორია და ეს. ყველას თავისი ის აქვს. ამიტომ ამ ნაწილში მუშაობა რომ მიდიხარ, როგორ მიდიხარ, როგორ ესაუბრები, რას ესაუბრები, რა ინტენსივობით იჩენ ყურადღებას, ჭირდება, არ ჭირდება, უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თქვათ სასტუმროს იმხელა ჩართულობა არ ჭირდება, რას ჩართულობა თქვათ სამშენებლო ობიექტებში, მაგრამ შეიძლება დამკვეთს დარჩეს იმის შტაბში, რომ არაფერს არ აკეთებს სპეციალისტი და შეიძლება არ თქონდეს არაფერი საქმე და რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ელემენტარული ყურადღება და მოკითხვა, რომ აი რა ხდება თქვენთან, აბა რამე სიახლე ხო არ არის და გარდა იმისა, რომ თქვათ გეგმიური ვიზიტები გვაქვს გარკვეული პერიოდულობით ხო, რა პერიოდულობით გვაქვს. უბრალოდ მოკითხვა და ადამიანური ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს და გამომდინარე იქიდან რომ არ უნდათ ხოლმე რაღაცების გაკეთება შრომის უსაფრთხოებაში, რაც უფრო მარტივად შეგვიძლია კომუნიკაცია ბიზნესმენებთან თუ მენეჯერებთან თუ ასე შემდეგ, მით უფრო მეტს გავაკეთებინებთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ამიტომ სერვის პლუსშიც რადგან სერვის პლუსზე და ზოგადად გაყიდვებზე ისაუბრე, მოდი ახლა ამ ამბებსაც შევეხოთ, იმიტომ რომ სხვა მომსახურების რეალიზაციასთან ძალიან განსხვავდება ამ პროდუქტის რეალიზაცია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომ შეთავაზება იყოს, თუნდაც ან მოლაპარაკება და ასე შემდეგ, სხვა სპეციფიკა აქვს რა. მაინტერესებს ახლა შენ როცა აქტიურად დაიწყე ესე ვთქვათ ამ ორგანიზაციის მართვა, პირველი ესე ვთქვათ გამოწვევა და ვარქვათ, გამოწვევები რა გქონდა, როდესაც მოლაპარაკებებს იწყებდი ხოლმე კომპანიებთან, გარდა იმისა, რომ პირობითად არიციან რა არის შრომის უსაფრთხოება. ანუ კიდევ უფრო დეტალურად ჩაგიშლი, ანუ გაყიდვები არის ესეთი რაღაცა, რომ კომპანიას იპოვი, ვისაც სჭირდება ეს მომსახურება, შეხვდები და უხსნი ამ ყველაფერს. მაინტერესებს შენი მუშაობის პრინციპი დაახლოებით რა იყო რამოდენიმე წლის წინ რა თქმა უნდა და როცა ახალი იყო შენთვის რა ეს ყველაფერი რომ შედეგებისკენ წასულიყავ. ჩვენ კომპანია ძირითადად აქამდე ესე იყო დალაგებული რომ მოკლედ. ოკეი, ჩვენ კომპანია ძირითადად შემთხვევაში გაყიდვებს აწარმოებდა
უფრო შიდა რესურსებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები ვინც იყვნენ, ერთმანეთს ურჩევდნენ, ასე ვთქვათ, ჩვენს მომსახურებას და ძირითადად იყო ხომ ესეთ რაღაც მეგობრების ანუ შიდა რეფერალებს იყენებდნენ. შიდა რეფერალები იყო კი, ასე ვთქვათ, კომპანიას მომსახურად მოეწონა მე მან ურჩია თავის რაღაცა მეგობარს, ოჯახის წევრს, რომ აი ამ X კომპანიამ ყავს და მოდი შენც ამასთან ითანამშრომლე. მეორე არის ინსპექცია მივიდა და გაუჭირდა იმ წუთას რაღაცაში და აი მახსოვს რომ ვიღაცასთან ემსახურებიან ამას და აბა დაუკავშირდა. ძირითად შემთხვევაში იყო ესე რა. ესე აქტიური გაყიდვები და პირდაპირ გაყიდვები არ მქონია, რამდენიმე მსვლელობა მქონდა, თუმცა არ გაამართლა სხვადასხვა მიზეზების გამო და ნუ ეხლა ეს ბოლო ნახევარწელია რაც იცი რომ დავიწყეთ აქტიურად. უკვე რაღაცა შედეგები წამოვიდა სასიკეთოდ. თუმცა ძირითად შემთხვევაში მაინც მგონია და მაინც ყველაზე კარგად რაც მუშაობს, ეს არის რეპუტაცია, ეს არის სწორად განხორციელებული პროექტები, სწორად ჩახურული პროექტები, ბევრი წარმატებული ინსპექტირება, რაც ყველაზე კარგად მუშაობს და თუ თქვათ რა მაგალითად სარეკლამო კომპანიებში იყო ერთ პერიოდი ძალიან აქტიურად შევიდა ინსპექცია და როცა ერთ კომპანიას კარგად მოემსახურეთ, ამან წამოიღო სხვა ბევრი კომპანიის მესმის. გასაგებია შემდეგ. ანუ ბიზნეს ნეტვორკი შეგვიძლია დავარქვათ. ბუნებრივია, ხო, ეს ყველაფერი ესე შიდა წრეებში ჟღერდება და იციან ვისთან მივიდნენ და როგორ და რანაირად. ბაზარზე არის საკმაოდ ბევრი შრომის საფრთხეების საკონსულტაციო კომპანია და ხო არჩევანი დიდია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ ნდობაზე, გამოცდილებაზე და ხო რეპუტაციაზე. ამიტომ ხო, თავი გამოწვევა რა თავიდან რაც ვკითხე, ორი გამოწვევა რაც ხდება ხოლმე არის ერთი ის რომ თავიდან რაც ვკითხე რომ გონიათ რომ ხელშეკრულებას გაგვიფორმებენ და დამთავრდა ამით ყველაფერი და ვიქნებით ფორმალურად და არის ხოლმე ეს რომ აი ვინმე რომ შემოვიდეს იყავით და ვართ, მაგრამ რო შემოდის მე უცებ დაფუძხუნდება ხოლმე სიტუაცია და დავარბივართ ყველა ენძინავკან, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც ერთი რომ ინსპექციის დროს ვახსენდებით და მეორე რომ არ ვახსენდებით, მაგრამ ჩვენ ვახსენებთ თავს. ოკეი. კაი, გაყიდვებისკენ იმიტომ წაგიყვანე, რომ ჩვენი საქმიანი ურთიერთობა რეალურად მაკეტებელისგან დაიწყო და მაინტერესებს სანამ უშუალოდ ან ჩემთან შემოხვიდოდი არხში, მაინტერესებს რა მოლოდინები გქონდა, ანუ რატო გაწევრიანდი პირობითად, ან რამეს ეძებდი, ან რა ინფორმაცია მიიღე, რომ გადაწყვიტე, რომ პირობითად არხში გაწევრიანებულიყო. კი ბატონო. მარკეტინგში როგორ მოვხვდი და რატო მოვხვდი? მოკლედ რომ დავიწყეთ ეს მარკეტინგული აქტივობები, რაც გვირჩია ჩვენმა მეგობარმა ადამიანმა, რომელმაც გაგვიწერა მარკეტინგული სტრატეგია, ერთ-ერთი იყო ის, რომ ეხლა დატრიალდით და ყველა ბიზნეს ორგანიზაცია რაც კი არსებობს და თუ კი რამე ჩატარდება გამოფენა ესა, ყველგან თქვენ ხედავდეთ და მართლაც ესე ყველგან ვიყავით გამოფენილები, სადაც შეიძლება რომ გამოფენილიყავით სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებული და ასე შემდეგ. მთავარი ამ ყველაფერში რაც დამაკლა გარდა იმისა, რომ იქ რაღაცა შეხვედრები იყო, საღამოები, შამპანიურები, ესენი, ფორმალობები და გაპრანჭვები და მაღლები და ასე შემდეგ, რაც ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი ადამიანები გავიცანით და ასე შემდეგ. მთავარი რაც მაკლდა ამ ყველაფერში იყო ის, რომ რაღაცის მოლოდინი რო გაქვს და რო არ გისრულდება, იმიტომ რომ ამ ყველაფერ ამ რაღაცა ღონისძიებებს საერთო ჯამში მიზანი ხო ის აქვს, რომ ამ ადამიანებმა ერთად საქმე გააკეთონ. ყველა ამ ტიპის აქტივობის შემდეგ მქონდა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რომ ფიზიკურად შედეგს ვერ ვიღებდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მე თლად ეხა დიდად ნეტვორკის მოყვანილი ადამიანი არ ვარ და ყოფილა ცოდვა გამხელილი ჯობს, ყოფილა შემთხვევაში მივსულ ვარ მარტო და წამოსულ ვარ მარტო. იმიტომ რომ ნუ არ ვარ დიდად მოყვარული ამ ამბების, თუმცა მიწევს და ვაკეთებ. ხო, ნუ საქმე ხო ხარ მოწმე რომ ვაკეთებ და ველაპარაკები ადამიანებს და ძალიან მიხარია რომ ეს გამომდის ამ ბოლო დროს. თუმცა ხო, თავი იყო ეს, რომ დიდად შედეგები არ იყო. ამიტომ ვეძებდი ადამიანს ან ორგანიზაციას, სადაც რომ ეტყვია რომ ჩემთან გაწევრიანებული არის 60 კომპანია და შენს კომპანიას აქვს შანსი რომ ამ 60 კომპანიას შენი სერვისი გავაცნოთ. ანუ მე არ მქონდეს სახვეწარი ის რომ ჩემ იმასთან დაკავშირებით რომ მე ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდი პოსტი დანო Facebook-ზე. ხო, ანუ მინიმუმ. რაზეც ხელი მოვაწერე თავიდან და მე რო გადავიხადე X-თან ხა იმაში რომ პოსტი დაიდოს, სადღაც ჩემს შესახებ თქვან, სადღაც story დადონ, ანუ რაზე თანხმდებით ის რომ წლიდან წლამდე გაკეთდეს ამაზე რომ მიწევს ხვეწნა 15 ჯერ შეხსენება,
ჩემთვის ის ორგანიზაცია რჩება ფორმალურ ორგანიზაციად, რომელში გავწერიანება ზღირს ძვირი, დავდივარ ძალიან კარგ შეხვედრებზე და დამთავრდა. იმიტომ რომ ისინი მე არ მეხმარებიან იმაში, რომ თუნდაც რა ვიცი ხა ყველა ექსტროვერტი არ არის და ყველა ხო არ აქვს ამაში მნიშვნელობა ეს მე ხელს მართვაში არ მიშლის და არც საქმეში არ მიშლის ხელს მაგრამ იმ მომენტში თუ რაღაცა მე მეტი ჩართულობა გჭირდება შენი ინტერესი უნდა იყოს როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლის თუ ვინც ხარ მენეჯერის რომ ჩემი რესურსი გახსნა მე ესე წარმოგიდგენ მე ამაში ვიხდი ფულს რომ თუ დახმარება რომ მჭირდება მაგიტომ მოვდივარ ორგანიზაციაში თორე მაშინ დავდგები მარტო მე გავაკეთებ ორგანიზაციას რა ანუ მე ესე ვუყურებ შეიძლება არასწორია ჩემი მიდგომა და სხვები სხვანაირად იყენებენ ამ რესურსს მაგრამ მე ესე ვუყურებ ამიტომ ესეთი ორგანიზაცია რადგან ვერ აღმოვაჩინე საქართველოში ჯერჯერობით ან უბრალოდ მე არ მოვწონვარ ამ ხალხს და ჩემთან არ გაიხსნა შესაძლებლობები არ ვიცი ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ ამიტომ ეძებდი ეგეთ ამბავს მე იყო ის რომ შენთანაც მქონდა გადაკვეთა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე მახსოვდა სახელი და გვარი ზაკანკია ზოგადად დროს ამ წერს ადამიანი LinkedIn-ზე იქნებოდა სადაც იქნებოდა თხოვს შეხვედრას თუ აი 1% არის მაინც იმის შანსი რომ მე თქვა 2026 წელს ის სერვისი შეიძლება დამჭირდეს არასდროს შეხვედრაზე უარს არ ვეუბნები იმიტომ რომ შეიძლება რომ იმ მომენტში რაღაცა სხვა შესაძლებლობა გაიხსნას რა და ამ შანსს მეც არ ვკარგავ ხოლმე და იმ ადამიანსაც რა ვიცი იქნება შეხვედრების რაოდენობაში ვხდიან ფულს და ჯანდაბას იმერცას თქვა დავთვალ. ამიტომ ეგეთი ამბავი გვაქვს ხოლმე. შენთან მიმართებაში როცა გავიგე ამ არხის შესახებ მეგონა რომ უკვე არსებული ორგანიზაცია იყო. ოკეი. როგორც კი გავიგე ლაპარაკში ეს ორგანიზაცია არ იყო არსებული, ეგრევე დავინახე შესაძლებლობა ამ ამბებში, რომ აი ის რაც წეღარ ვახსენე მანამდე, რომ სხვა ორგანიზაციებში რაღაცა შესაძლებლობები ხედავდი რომ ვიღაცაებისთვის იხსნებოდა, მაგრამ ჩვენთვის არ იხსნებოდა და ვერ მივედი იქამდე როგორ გახსნილიყო, ვიფიქრე რომ რატომაც არა, არის ახალი სიტუაცია, არის მონდომებული ადამიანი, რომელსაც უნდა საქმის გაკეთება, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მინდა საქმის გაკეთება და ვერავიყოლია ვერავინ ამ საქმის გაკეთებაში და მგონია რომ ძალიან სწორად დავინახეთ. თან მახსოვს, როცა კომპანიის დამფუძნებელთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, რომ აი ორგანიზაცია არსებობს, სადაც მინდა რომ გავწევრიანდეთ, ნუ რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი ძალიან რელევანტურია ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა ვიცი, სად არ ყოფილვართ. პირველი რაც უთხარი არის, რომ არის ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან მონდომებული, ეხლა შემოვიდა ამ თემით შრომით ბაზარზე თუ აი ჩვენს რაღაცა ნეტვორკში და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ თვითონ წარმატებული იყოს. და რადგან თვითონ ადამიანი მოტივირებულია წარმატების მიღწევა, უნდა წარმატების მიღწევა და მეც იგივე, ანუ ორ ადამიანს როცა ერთ და იგივე რაღაცა უნდა აბსოლუტურად რეალურია რომ იქ რაღაცა გაკეთდეს რა და კარგი გაკეთდეს. მიუხედავად თან მე ნუ საუბარში ნელა აღმოჩნდა ის რომ ის რაღაცები რაც მე არ მომწონდა ამ რაღაცებში, შენც არ მოგწონდა. და მე უკვე მარკეტებლის არხში რომ შემოვიდი, მივხვდი რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეს ყველაფერი არ მოწონს, რაც ხდება რეალურად ქართულ ამ რაღაცა ბიზნეს ასოციაციებში. და მარტო ჩემო ხა აღარც აღარ მიმიღებენ და აღარც აღარ დამპატიებენ. მაგრამ ნუ ეგრეა რა, ყველაფერს აქვს ფორმალური სახე. მე მაქვს იმედი რომ ეს არხი საბოლოო ჯამში იქნება ის სადაც საქმე გაკეთდება და უკვე კეთდება და მინდა გითხრა რომ ხა ჩვენ გაყიდებს რომ თავი დავანებოთ რა. სხვა რაღაცა ბენეფიტები სხვადასხვა წევრებისგან უკვე მივიღე, მაგალითად ვისოლისგან. არ ვიტყვი ხარა, მაგრამ ძალიან გადასარევი ბენეფიტი მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია თანამშრომლობთ, ანუ ამ არხიდან რაღაცა სიკეთე კომპანიამ უკვე მიიღო და ასე შემდეგ. ხო, იქ სადაზღვევო კომპანიებიდან და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ამ არხში გაწევრიანებული არიან მუშა ადამიანები. ვინც სამუშაოს ასრულებენ. ანუ მეც მაქვს მაგის ამბიცია, რომ ჩემი კომპანია საქმეს აკეთებს და ვიღაცას თუ უნდა საქმის მაკეთებელი კომპანია ყავდეს კონტრაქტორად, აგერ ვართ. თუ უნდათ რომ ყავდეთ ფორმალური კომპანია, აგერ ვართ, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, საქმესაც გავუკეთებთ რა. ანუ ამ ნაწილში ჩემთვის ძალიან კომფორტულია თანამშრომლობა. მოდი კიდევ უფრო დეტალურად ჩაგიშლი ახლა ამ ამბავს ეს არხის ამბავზე ძალიან დიდი მადლობა ისეთი უკვე გავშერისთვის. ეხლა უშუალოდ მაინტერესებს ჩვენი თანამშრომლობის ამბები. დაახლოებით მე მგონი 7 თვე გამოდის თუ 8 თვე, რაც ოფიციალურად თანამშრომლობთ. მაინტერესებს ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ მაგალითად რაღაც გაყიდვების მიმართულება განვავითარეთ, პირობითად მარკეტინგი და ასე შემდეგ. ანუ როგორ შეაფასებდი ამ ყველაფერს რა, როგორც მარკეტებელთან როცა დაიწყე შენ მუშაობა, რამდენად შეცვალა მაგალითად თუნდაც სამუშაო რუტინა, მიმართულებები ასე შემდეგ, თუ რამე სიახლე შემოვიდა მაგალითად ჩემთან თანამშრომლობის დროს. ძალიან კარგი, ასევე კარგი კითხვა არის.
ესეც არის ერთ-ერთი ეს ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიცვალა ჩემი მოთხოვნით და სურვილით კომპანიაში, რომ მინდოდა ძალიან აქტიური მუშაობა გაყიდვების მიმართულებით და მარკეტინგული აქტივობებით, მაგრამ ძირითადად მინდოდა დატვირთვა გაყიდვებზე და პირდაპირ აგრესიულ გაყიდვებზე გადასვლა, რაც მე მგონი გამოგვივიდა და გამოგდის. ბუნებრივია რაღაცებზე მუშაობა და გვჭირდა და ჯერ კიდევ ბევრი რაღაცები გვაქვს, ბევრი სატესტო რაღაცები ვცადეთ, თუმცა ჩემი მიზანი იყო ეგ, რომ ბევრი რაღაცა გაგვეკეთებინა და ამ ბევრიდან თუნდაც ერთი ან ორი რომ გამოვიდეს, უკვე შედეგია და იქიდან გამომდინარე როგორც თავიდან ვთქვი, რომ არაპოპულარული პროდუქტია და არ უნდათ ბიზნესებს ამის ყიდვა და ყველაზე ბოლოა ალბათ შემოსაფრთხოება რაშიც ფულს ეხდიან, მაინც აქამდე მივიტანოთ სხვადასხვა ხერხებით. მე მგონია რომ შედეგიანია და ფაქტია რომ რიცხვები თავისას შვება და ფაქტია რომ შედეგიანი არის. მგონია რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს და ნელ-ნელა თანდათან უფრო მეტი რაღაცები იხსნება და ხშირად გეუბნები ხოლმე რომ აი რაღაცა როს რომ მეუბნები რაღაცა გასაკეთეს გავაკეთოთ რომ მეტყვი გეთახმები რომ გავაკეთოთ, მაგრამ მოდი ჩავერთოთ, იმიტომ რომ ანუ მე ჩემი ტვინი ეგრე მუშაობს. მე როცა საუბრობ, იდეები მომდის. როცა საქმეში ვარ, იდეა მომდის. როგორც კი არ ვაკეთებ რაღაცას, ან რუტინას ვაკეთებ, არ ვიცი, დეგრადირებით გავიძახი, მაგრამ ეგრეა, ალბათ ყველა, არ ჩემი ტვინი ეგრე მუშაობს რა. მე მჭირდება მუშაობა, რომ ჩემო ტვინმა იმუშაოს. ამიტომ მე მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც იქნებოდა აქტიური, რომელთანაც მე არ მომიწევდა დარეკვა, რომ აი ხლა ხვალ დილით თუ გინდა შევხვდეთ და პირიქით აქეთ მეტყოდა, რომ ეხა ჩვენ ხვალ 14 ჯერ გვაქვს ჩართვა და სადაც გინდა იქ წაიღე შენი შვილი, მაგრამ უნდა ჩავერთოთ. ანუ მე ესეთი მუშაობა მომწონს, რომ ცალმხრივ მხოლოდ ჩემი აქტიურობა აი ძალიან რთულია რა, არ ვიცი ხა სხვა მენეჯერები რას ამობენ და რა ხდება, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი გამოწვევა კომპანიაში მართველების არის ის, რომ ანუ შეიძლება ძალიან კარგად ასრულებდეს თანამშრომელი თავის საქმეს და ძირითად შემთხვევაში საბედნიეროდ კარგად ასრულებენ კეთის ინდივიდუალურად, ვადებში, ხარისხი, ყველაფერი, მაგრამ ინიციატივები არ მოდიოდეს რა. ამას ბევრი მიზეზი აქვს. არიან ადამიანები LinkedIn-ზე, ვინც მითხრეს, რომ ესო შენი ბრალიაო, რომ არ ინტერესდებიან, ვიხვეწებოდი ყოველთვის, რა, მითხარით რა, რა ვქნათ, აბა რამე იდეა ხო არ გაქვს. და ჩემი მიზანი ერთ-ერთი გარე ადამიანის შემოყვანის ამ მართვის ნაწილში იყო ეს, რომ ვიღაცას და მესამე თვალით შეეხედა არსებულ სიტუაციასთან რა და იდეები გაეზიარებ, იმიტომ რომ ამდენი წელი როცა ერთ-იგივე რაღაცას აკეთებ, გინდა არ გინდა თვალსაჩინო გივიწროვდება რა. ხო. რაღაცა პრობლემებს ხედავ, ეგუები ამ პრობლემებს, ეხლა რასაც ვიძახი რა, რომ აი არ იყიდება პროდუქტი, ანუ აღმოჩნდა რომ ძალიან კარგადაც იყიდება თუ რაღაცებს სხვანაირად შეხედავ და სხვანაირად გააკეთებ, ხო? იმიტომ რომ ჩემი რეალობა ეგეთი იყო, ჩემი პრაქტიკა ეგეთი იყო და შენი შემოსვლით ამ ამბავში ეს რაღაცნაირად შეიცვალა რა, რომ ნახეთ რომ ესე თუ არ იყიდება, მაშინ ესე ვცადო და ესე გაიყიდა. ანუ სადღაც ამ ფასად არ მიდის, მაგრამ იმ ფასად მიდის, ხო ხტები? ეს სჭირდებოდა, მე მგონია ჩვენს კომპანიას და ჯერჯერობით სიკეთეები. ძალიან მიხარია, ხო, ანუ მე ზოგადად მოყვარული ვარ სისტემის. ანუ საქმეშიც მიხვდებოდი, რომ ნებისმიერ რასაც ვაკეთებ, ამას უნდა გქონდეს რაღაცა სტრუქტურა და ამ სტრუქტურამ მე შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს და მე მგონია, რომ სწორად ვითარდებით და აუცილებლად გვექნება ის შედეგები, რაც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ არ არსებობს უბრალოდ შრომა, რომელიც არ უნდა დაფასდეს შედეგით და ასე შემდეგ. და შენ ხედავ, რომ რამდენად უჭირთ ადამიანებს სისტემაში მუშაობა. კი. ხო, რაც სისტემა რეალურად ცუდი აღარ. ანუ მე მარტო შენთან კი არა, ყველა პარტნიორ კომპანიას ვეუბნები ხოლმე, რომ ანუ თუ ადამიანი ვერ მოყვება აი ტემპში ეს იმ ადამიანის არჩევანია და მოდი იმ არჩევანს პატივი ვცეთ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი რომ განვითარდეთ, თან ყოველდღიურად რაღაცა იცვლება, მიდგომები, ადამიანებს ბევრი სურვილები აქვს. ანუ იმ დროს მარკეტინგის ამბებზე ვსაუბრობთ, 8 წამამდე ჩამოვიდა მაგალითად ჩართულობის ამბები, ხო და მით უმეტეს როცა ასეთი აჩქარებულია ეს ყველაფერი, თუ გინდა რომ განვითარდე, ტემპს უნდა აყვე და შესაბამისად მე მგონია რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ რა მიმართულებების განმავითარეთ ძალიან კარგად გამოგვივიდა. ჯერჯერობით. თუმცა დაახლოებით თუმცა 8 წამზე მეც მაინც არ უყურებენ რასაც ნახე, მაგრამ სხვა გზა არ აქვს ხა 8 წამში გამარჯვების თქმას ვერ მოვასწრებ რომ უსაფრთხოება. მე მგონია ჩვენ ისეთ ადამიანებამდე მაინც მივიდან ის ინფორმაცია, ვისაც რეალურად შეუძლია რომ მოგვისმენოს. კი, ისე ვებინართან რომ მივიდეთ, რეალურად ვებინარით ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწვდით
მივუწყდეთ, თუნდაც აი წინა ვებინარი. კი ბატონო. საინტერესო იყო და ეხლა შემდეგ ვებინარი რაც იქნება, მგონია რომ ეს კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უფრო მართველი რგოლისთვის, რომ რაღაცები. შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად რას, ანუ ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად თუ რაიმე კითხვა გქონიათ მაგალითად ზოგადად, ეს ვებინარი დაგეხმარებათ, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექცია თქვენს ობიექტზე რო შემოვიდეს, დაახლოებით წორბებადგენა შეგექმნათ რა როგორ უნდა მოიქცეს და დანარჩენი უშუალოდ მე ინდივიდუალურად შეგვიძლია გავიგოთ. არის რომ ერთი რომ მოლოდინი გქონდეთ სწორი, რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა დახვდეთ და რო შემოვლენ რას გააკეთებენ და რაღაცები არ გაგიკვირდეთ ან არ შეეწინააღმდეგოთ და საერთოდ შარი არ აიკიდოთ. ერთი და მეორე ის რომ რაღაცნაირი ჩეკლისტივით იყოს თქვენთვის ეს ვებინარი, რომ მიხვდეთ რამდენად მზად ხართ. შეიძლება მიმდინარეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყავთ შენს მსმენელებს და კომპანიას და ასე შემდეგ. გონიათ რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ აღმოჩნდება რომ თვალთ ყველაფერი წესრიგში არ არის. ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ რაღაცები პირველად იცვლება. მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობა ერთია, ჯერჯერობით არაფერი მნიშვნელოვანი არ შეცვლა და მხოლოდ ზუსტდება და უმჯობესდება. თუ რამე გამკაცრდება თუ გამეეჭვება რამე უფრო გააიოლონ, ამიტომ პერიოდულად ინსპექციასაც ეცვლება მოთხოვნები კონტექსტი უბრალოდ რა რაღაცებში უფრო მეც ითხოვენ, უფრო სხვა კუთხით ითხოვენ, ასე შემდეგ. ამიტომ ეს დეტალები ჭირდება ბიზნეს იმის რომ მოტივაციული ისკენ. ნენელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ახლა ჩვენს და სანამ ბოლო თემაზე გეტყოდე რაღაცას, ანუ მე ჩემი მხრიდან მინდა შევაფასო ჩვენი თანამშრომლობა. ზოგადად მე მიყვარს თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, ვინც პირველ რიგში მენდობა და ვინც სიახლეებს ეძებს. თუ ადამიანი მაგალითად სიახლეებს არ ეძებს, უბრალოდ მასთან გრძელვადიანად ვერ თანამშრომლობ, შეიძლება უბრალოდ იყოს ეს ერთჯერადი მიმართულება მივცეთ ერთმანეთს და დავემშვიდობო და მიხარია რომ შენთან მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ბევრი რაღაცა ვცადოთ, ვისწავლოთ, განვავითაროთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ერთს დავამატებ წეღამდელ საუბარს არის ის რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე რასაც ვაფასებ სხვა მენეჯერებშიც და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის რომ თუ ადამიანს რაღაცა საქმეს ავალებ და ანდობ ის უკვე ნიშნავდეს იმას რომ შენ ვის კომპეტენციასაც ენდობი და პიროვნულადაც ასე თუ ისე ენდობი. რა თქმა უნდა რაღაცა პერიოდი არის დაკვირვების და ვაკვირდებით ერთმანეთს, თუმცა თუ ვიყვან რაღაც საქმეში თქვა C-level კადრს ან რაღაცა უფრო მეტი კომპეტენციის ვიდრე თქვა საშუალო კომპეტენცია არის და ფულს უხდი იმაში რომ რაღაცა გაგიკეთოს აცადე. ხო. აცადე რომ გაგიკეთოს. ხო, თუ შენ იცი, მაშინ ნუ გიხდი ამაში ფულს, თუ შენ ეს უკეთესად იცი, შენ გააკეთე და შენი საქმე რაც ნაკლებად შენი საქმე დაავალე სხვას. ანუ თუ მე გაკეთებ კარგად ვიცი, მაშინ ავიყვან სხვა მენეჯერს, მიხედოს მენეჯერმა რაღაცა საქმეს, მე გავყიდი. მაგრამ რადგან არ ვიცი, ამიტომ ვეძებ ადამიანს, ვინც ამას გააკეთებს პროფესიონალურად და მე შედეგს მივიღებ რა. ანუ ჩემთვის ეგ ძალიან ისეთია რა. არ ვიცი ალბათ გაგიგონია ხოლმე რომ აი სადღაც რავი როგორც გინდა ისე ქენი იმ წუთას შეიძლება არ გამოიყო შედეგი შეცდომა და შეიძლება იმ წუთას ჩემი თქვა ჩარევით უკეთეს შედეგი მივიღოთ, მაგრამ ჯობია მიირჩევნია რომ პასუხისმგებლობას აიღოს თანასაქმებულმა თავის თავზე გააკეთოს მისი ცოდნით, მისი უნარით და საბოლოო ჯამში უკეთეს შედეგამდე მივდივართ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩემი ესეც საუბარი. ეხლა მოდი ბოლოსკენ 28-ში როგორც იცით დავგეგმე მოკლედ საქმის მაკეთებლის ფაქტორი და თუ შეგიძლია ძალიან მოკლედ მითხრა რა მოლოდინი გაქვს ამ შეხვედრისთვის და ანუ რა მოლოდინი გაქვს ამ შეხვედრაზე რა შეიძლება მოხდეს ჟენიეცით. იმედი მაქვს რომ მე iPhone 17-ს გათამაშე. ხო, მოლოდინი მაქვს იმის რომ ერთი და ყველაზე მთავარი გაითვალისწინეთ ყველა იმ შეცდომას, რასაც სხვა კომპანიები და სხვა ორგანიზაციები უშვებენ, რაზეც ბევრი გვისაუბრია. ხა. ერთი მაგის მოლოდინი მაქვს, მეორე უკვე გავუზიარე ჩემს მეგობარ მცირე ბიზნესებს, ვინც ახლა იწყებს საქმის კეთებას და დარეგისტრირდნენ უკვე და იმედია რა ვიცი როგორ უდასტურებ ხალხს. მეც კი შევავსე აპლიკაცია და ჯერ არაფერი შეწყობილება არ მიმიღია და არ მინდა მეგონოს რომ დასტური არ მომიო. ეს ხო კაი იქნება რომ ხო, არა რა ვიცი არაფერი არ არის გამორიცხული, იქნება არ არის. შენთვის საინტერესო სეგმენტი ჩემი კომპანია. ეს ადამიანები უკვე მოკლედ დარეგისტრირდნენ და პირველი რაც ვუთხარი ყველას იყო ის რომ აქ გაიცნობ იმ ხალხს ვინც რეალურად საქმეს აკეთებს და შენ თუ ესე კონკრეტულად რაღაცა შეკვეთებს ვერ აიღებ მინიმუმ გამოცდილებას რაღაცას მოისმენ ხალხს გაიცნობ
და ასე შემდეგ. გავიგე რომ ღვინო იქნებაო. ავსვამ. დიდი სიკეთე ვერაფერი მაგისგან ვერ მივიღე, თავარი ყავა იყოს. ხო, მოლოდინი მაქვს ეს, რომ ჯერ ერთი იმ ადამიანებს, ვინც მარკეტებლის არხში ყავს, ალბათ იქნებიან და უფრო კარგად გავიცნობ, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილს ვიცნობ ხოლმე, ვინც ესე გამოფენებს და დავდივართ წინ და უკან და მგონია რომ ეხა იმედი მაქვს ყველა იქნება და ყველას გავიცნობ. ბუნებრივია ეს რაღაცა შესაძლებლობების გახსნის საშუალება იქნება რომ გავიცნობ ამ ხალხს და ვეტყვი რომ ეს შრომის საფრთხების კომპანიის წარმომადგენლ და მოდი თუ გინდა გაგიკეთებ შრომის საფრთხებას დიდად არენდომებად მე ჩემსაც მაინც ვიტყვი როგორც აზამ მასწავლა და მაინც ერთი ვიზიტკას მიცემ ვიზიტკას რა ქვია ქართულად სავიზიტო ბარათი ხო აბა ვიზიტკა ხო ერთ სავიზიტო ბარათსაც მივცემ ან რაღაცას ვიზამ და ნუ ეგ მოლოდინი ეგ არის რა ადამიანებს გაცნობა შესაძლებლობების გაზიარება ჩემ კომპანიის გაცნობა მათთვის და მოსმენა, რაც თავარია რა, რაც წეღავ თქვი, რომ მე როცა ვმუშაობ, ტვინი მაშინ ჩემი ტვინი მაშინ მუშაობს. რაღაცას გავიგებ ახალს. ტრენინგი უნდა იყოს, რა უნდა იყოს. მოდი მაგ ყველაფერს ეტაპობრივად გავაზიარებ. ანუ თვალი ადევნეთ მეგობრებო მაკეთებელის არხებს, ეს შეხვედრა არ იქნება სტანდარტული, არის მახსოვს რომ ჩვენ თვითნებით ჩართული. ხო, აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აუდიტორია იყოს სულად ჩართული და არ იყოს სტანდარტული, ანუ ვიღაცისთვის მოსმენა არ მოგიწევთ, აქტივობები იქნება, რომელიც გააზრდის, ესე ვთქვათ, საქმიანი ურთიერთობების შექმნის ამბებს. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთ გამაზე რაღაცაზე რო ვიყავით, არ ვიტყვი რაზე. თავი იყო ერთ-ერთი მინუსი, რაც დავიჭერთ, იყო ის, რომ უაზროდ დავდიოდით წინ და უკან. ხო. არ ვიცოდით სად რა უნდა გვეკეთებინა. კი, ანუ რეალურად მიღებული გამოცდილებებიდან შექმნილი, ესე ვთქვათ, აჯენდა უკვე არსებობს, უბრალოდ ეტაპობრივად გავაზიარებ ამ ყველაფერს და ეს ამბავი რო არ გამოგჩეთ, აუცილებლად უნდა გამოვყვეთ არხებში, თან დავამატებ იმას, რომ შეზღუდულია რაოდენობა 50 ადამიანთან მოგვითხოვ. მაგიტომაც არ მიმეღია, ჯერჯერობით დასწორიყო უკეთეს ადამიანებს ელოდი. შეგხვდები რომ აუცილებლად იქნები ამ. კარგი, მადლობა. მეჯითაც შევავსე აპლიკაცია ბოლომდე. კი ბატონო, ძალიან. და სხვა შორის ვინც მართლა ეხა ეს არ ჩესო, მაგრამ ვინც შეავსო, მე ხა გამახსენდა, არავის არ მისვლია და ყველა მოგონება არ ამარჩი ეს. არ ვიცი. არა. ნეპოტიზმია. ყოველით რაღაც დღის რაოდენობის მერე, იმიტომ რომ ნელა როცა იმატება, მინდა რომ ერთიანად გავუხსავნე ყველაფერი რა. ხო, მე კიდე უთხოვნე არ ნეპოტიზმი არ ვიცი. კი მეტყვი, მაგრამ რა ვიცი მეთქი არ ვიცი. კაი, ამ დაწილს ავუწყე. ბოლოსკენ ძალიან დიდი მადლობა თიკო. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, რასაც ველოდებოდი. მადლობა ნდობისთვის, რასაც ვიღებ შენგან და იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ საინტერესო ამბავს შევხვდით. დარწმუნებული ვარ, რომ შევქმნით და დიდი იმედი მაქვს 2026 წლის. ძალიან დიდი გეგმები არის და ამ გეგმების 40%-იც რომ შევასრულოთ, მგონია რომ ძალიან დიდი გეგმა გამოვა უკვე და ძალიან დიდი შედეგი იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს გავაკეთებ. თავარია რომ ეს მაკეთებელი ადამიანები შემოვიკრიბოთ გარშემო და რამდენიმე ადამიანი უკვე გვყავს და იმედი მაქვს რომ უფრო და უფრო გაიზრდება ეს ამ ადამიანების რაოდენობა შენ წარმატებების შენ საქმეში. მადლობა. ჩვენგან დამოუკიდებლად და რავი ჩვენი მხრიდან კომპანიის მხრიდან რაც საჭირო იქნება ხარდაჭერა ამ მიმართულებით მზად ვართ და პირიქით აქტიურად მინდა რომ ეს ორგანიზაცია, რასაც ჩვენ ნელ-ნელა ჩამოვაყალიბებ და ეს რაღაცა გაერთიანება იყოს მაგალითი ყველა იმ არსებული კომპანიებისთვის, კომპანია თუ ორგანიზაციისთვის, რაღაცები როგორ უნდა გააკეთონ სწორად და რაღაცა ახალი სიტყვა ითქვა და სხვა რაღაცა გაკეთდეს, რომ ეს რაღაცა რუტინა რაც არსებობს, აღარ არსებობდეს და ნუ კარგია შაპანიურისმა, მაგრამ საქმიანად უფრო დიდი სიამოვნებით. კი ბატონო. კარგი. მადლობა ზაზა დიდი. შევხვდებით მოკლედ მომდევნო საქმიანი ამბავით. დროებით.